ჟურნალი Rolling Stone იმ არტისტთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც არასდროს აუღიათ გრემის ჯილდო. აღნიშნულ ნუსხაში ისლანდიელი მუსიკოსი ბjörki მოხვდა. ის 13 ჯერ იყო გრემის სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებული, თუმცა არც ერთხელ არ გაუმართლა. ბjörki შოუ-ბიზნესში 1977 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. მისი ბოლო ნამუშევარი სტუდიური ალბომი Vulnicura მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოიცა. ეს კი მუსიკოსისთვის რიგით მე-9 დისკია. სამი ნომინაცია და არც ერთი გრემი. ინგლისური როკ ჯგუფი Oasis-ი ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს გარეშეა დარჩენილი. 1991 წელს ჯგუფი მანჩესტერში ჩამოყალიბდა. 1993 წელს მათ Creation Records-თან ხელშეკრულება გააფორმეს და სადებიუტო ალბომი Definitely Maybe გამოსცეს. აქედან დაიწყო ბენდის წარმატება. მათი ბოლო სტუდიური დისკი კი 2008 წელს გამოიცა სახელწოდებით Dig Out Your Soul. საკმაოდ წარმატებული კარიერის მიუხედავად ამერიკული ჯგუფი The Velvet Underground არც კი ყოფილა ნომინირებული გრემიზე. შესაბამისად, არც ჯილდო მიუღია. ჯგუფი 1964 წელს ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა. მათი სადებიუტო ალბომი 1967 წელს გამოიცა. ჯგუფის 4 სტუდიური ალბომი ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. თანამედროვე ამერიკელი პოპ მომღერალი Katy Perry ასევე გრემის ქანდაკების გარეშეა. ის 2001 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს მუსიკალურ შოუ-ბიზნესში. გამოცემული აქვს 4 სტუდიური ალბომი, მსოფლიოს გარშემო ატარებს ტურნეებს. გრემიზე ნომინირებული იყო 11 ჯერ, თუმცა არც ერთხელ არ გაუმართლა. და ბოლოს, მართალია 16 ჯერ დაასახელეს სხვადასხვა ნომინაციაში. ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი Snoop Dogg-ი, თუმცა არც მას მიუღია ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო. მიმდინარე წელს არტისტმა მე-13 სტუდიური ალბომი Bush გამოსცა, რომელიც 10 სიმღერისგან შედგება. Comunicatori